ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოგესალმებით ლევან, ძალიან ცხადი სურათია იმის, რომ ამ პირობებში დამატებითი შეიარაღების გარეშეც თითქოს ინიციატივა უკრაინის ხელთაა. ომის გადასვლა რუსეთის ტერიტორიაზე ყოველ შემთხვევაში კონკრეტული სამიზნეების ზუსტი დარტყმები იქნება ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები თუ სხვა. თქვენ გრჩებათ ასეთი შთაბეჭდილება? სალამსაფო, მადლობა მოწვევისთვის. მესალმებით თქვენს მაყურებელს, სანამ უკრაინაზე გადავალთ, უბრალოდ არ შემიძლია რო ვთქვა ახლა. თქვენი განცხადებაც იყო კოალიციას ცვლილებისთვის. კი, ქალბატონი აზას საზავებოს პროცესია ახლა, რომელსაც ედავებიან გზის გადაკეტვას. რის თქმა უნდა, იცით, მართლა ქართველებს რაღაცებს შეგვშლია წარსულში, მომავალშიც აუცილებლად შეგვეშლება, ადამიანები ვართ, უბრალოდ რაც არ შეგვშლია. არის მოხუცი ადამიანების პატივისცემა, ბებიის და ბაბუის პატივისცემა არ შეგვშლია არასდროს. და დღეს ეს ადამიანებსაც ვერ უწოდეთ ამ ხალხს, რაც აკეთებენ, აი ყველაფერ ქართულს უსვამენ ხაზს. დეჰუმანიზაცია ხდება ადამიანების, მე არ მესმის ამ ადამიანებს ან ბები არ ყავთ, ან ბაბუ არ ყავთ, ან სოფელში არ ჩასულან, რა ვიცი, ბებიის გამომცხარი ხაჭაპური არ უჭამიათ. წარმოუდგენელი რაღაცა არის, რასაც ისინი აკეთებენ, უბრალოდ ამ ხალხთან შეგონებას აზრი არ აქვს, მე უბრალოდ მინდა უთხრა იმ გულწრფელ ხარდამჭერებს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ქართულ ოცნებას. ერთადერთი თქვენ თუ რამ შეგიძლიათ ერთადერთი რამ, ეს არის ის, რომ ამ ადამიანებს როგორმე შეაგნებინოთ, რომ ესეთ რაღაცები არ მოსულა. ბებიის და ბაბუის პირბადის გამო და ქუჩაზე გადასვლის გამო ციხეში გაშვება არ მოსულა. მე დარწმუნებული ვარ იმ გულწრფელ ხარდამჭერებში, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა ქართულ ოცნებას, აბსოლუტურ უმრავლესობას იგივე აზრი აქვს და თუ იგივე აზრი გაქვთ თქვენ რაღაცა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ რომ არსებობს რაღაც წითელი ხაზები, რომელსაც თუ გადაკვეთავს ივანიშვილი. მე საქმე იმაში კი არ არის ივანიშვილი რას გააკეთებს მე. ჩვენ ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, მათ შორის ქართული ოცნების მართლა გულწრფელმა მხარდამჭერებმა, რომელიც შემორჩათ, ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. ერთმანეთს უნდა შევხვდეთ, ისე ნუვიზამთ, რომ შეუძლებელი გახდეს ჩვენი თანაცხოვრება, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი წელი გვაქვს კიდე წინ და ეს ქვეყანა ამ ქვეყანაში ერთად უნდა ვიცხოვროთ და მათ შორის ამ ადამიანებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის აშენებაში, ხო? შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება, თუ ეს ადამიანები ამ სიშლეგეს გააგრძელებენ და ჩემი მოწოდება იქნება ამ ხალხის მიმართ, რომ ხმა ამოიღონ და შეაგნებინონ ამ შეუგნებელ ადამიანებს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. არ შეიძლება რომ ზურა მენთეშაშვილს ერთი წლით უშვებდნენ ციხეში ქუჩაზე გადასვლის გამო და ამ დროს 7 მილიონი რო უპოვეს პრემიერ-მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ის გირაოთი დადიოდეს გარეთ. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. მე არ მჯერა, რომ მართლა თუ იმე ისეთ ადამიანს, რომელიც მართლა ბიუჯეტურად არ არის მიბმული ქართულ ოცნებაზე, ეს მოსწონდეს. მათ შორის ალბათ იმ ადამიანებსაც არ მოსწონთ, უბრალოდ ხმას ვერ იღებენ. და ვინც ამაცი არ ხარ ჩამოკიდებული ფინანსურად, მართლა ხმა ამოიღეთ სირცხვილი ამ ქვეყანაში უნდა იცხოვროთ. ხურდები უპოვეს ქალბატონ ადას და დაუყადაღეს, დაუპატიმრეს და თქვენ საუბრობდით 7 მილიონზე და ეს არის მოქალაქე, რომელსაც ერთი სახლი დაკარგა, ერთხელ საკუთარი სამშობლოს მიწაწყლიდან გამოაძევა რუსმა ოკუპანტებმა. იქ ისე არ წამოვიდა უპატრონა მიცვალებულებს, აქ ჩამოვიდა გაჭირვებაში იცხოვრა, სახლს ითხოვდა წლები, არანაირის, ანუ არ ეღირსა ამ ადამიანს ნორმალური ღირსეული ცხოვრება და 71 წლის ასაკში ეს ყველაფერი არ აკმარეს და დააპატიმრეს. ანუ ამაზე აქვს საუბარი, გარდა იმისა, რომ ბებოებს და ბაბუებს პატივი უნდა ვცეთ. ამას გარდა ეს შლეიფიც აქვს ამ ამბავს, რომ მოქალაქეს როგორ ექცევა რეჟიმი, მოქალაქეს, რომელიც ახალგაზრდობიდან მოყოლებული რუსულ ოკუპაციას ებრძვის და დღესაც რუსულ რეჟიმს ებრძვის. და რუსული რეჟიმი არ არის შემთხვევითი ფრაზა. დღეს მთელ ოჯახს ასამართლებენ. წიბახაშვილების ოჯახის ყველა წევრი არის სასამართლოში წარმოდგენილი ხალხო მართლა სტალინური რეპრესიების ეპოქაში. ბოლშევიკების ეპოქაშიც კი თლად ასე ყოველთვის არ იქცეოდნენ ბოლშევიკები თელ ოჯახს არ ასახლებდნენ ან თელ ოჯახს არ ხრეთდნენ ხოლმე ამბის მომტანს ტოვებდნენ. საბედნიეროდ ჯერ ამათ არსენალში არ არის ადამიანების დახვრეტა და რაღაც გადასახლება თორე. თუმცა ისეთ ტემპებით მიდიან შესაძლოა. არა, აქამდე ვერ მივლენ ახლა ამის ფრთების გაშლა ივანიშვილს არა აქვს და მის ხელქვეითებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სურვილი ალბათ აქვს ამ ხალხს რომ ეს ოღონდ ესენი
ეს ადამიანები გააჩერონ. არალევან, მაგრამ რუსეთში არის ქუჩაში კლავენ ხალხს, შესაძლოა ეს ეპოქაც წინ აქვს ამ ქვეყანას. არა, ივანიშვილი მაქამდე ვერ დარჩება ხელისუფლებაში, რომ ეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში იყოს, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენ არც რუსეთი არ ვართ და არც ბელარუსი არ ვართ, ჩვენ გაცილებით მეტი კულტურა გვაქვს, მათ შორის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, განსხვავებით იგივე რუსებისგან, რომლებსაც თავისუფლება პრაქტიკულად იმ ფორმითაც არსებობს დღეს სამყაროში არ უნახავთ თვალით, ჩვენ აქ ხელისუფლებები შეგვიცვლია და თავისუფალ საზოგადოებას ვაშენებდით და თავისუფლების ფასი ვიცით ქართველებმა, ამიტომ მე გამოვრიცხავ, რომ ამ დონეზე ვინმე საშუალება მისცეს ივანიშვილს მივიდეს, უბრალოდ ბევრი რაღაც გაფუჭება შეუძლია ამ ადამიანს და კიდე ერთხელ თუ ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში მათი გულწრფელი მომხრე, ჯობია რა ვიცი, სამზარეულოშიც ლაპარაკიც კი და იქ წუწუნიც კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ ხალხმა ეს სიშლეგე და ქცევა შეცვალონ. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ რაღაცა ხვალ გამოვარდნენ და ბიძინა ივანიშვილის გადადგომა მოითხოვ. ხმა ამოიღონ ელემენტარულ უსამართლობაზე, იმაზე, რასაც თვითონაც ხვდებიან, რომ უსამართლობა ადამიანს ისთვის ასამართლებენ, თან მაგას ყოქ მნიშვნელობა. მარტო ბებიას ბაბუაზე კი არ კირბადის გაკეთების გამო რო ასამართლებენ ადამიანს, შეუძლებელია ამაზე სხვადასხვა აზრი გქონდეს მე და ქართული ოცნების ამორჩეველს. მისთვისაც უსამართლოა და ჩემთვისაც განსხვავება ის არის, რომ ეს ადამიანები ხმას არ იღებენ და უნდა ამოიღონ ხმა, თუნდაც რომ საზოგადოებად შევდგეთ და მართლა თვალებში შეხედვის ერთმანეთისთვის, არ შეგწყვეს მომავალში, როცა ივანიშვილი ძალაუფლებაში აღარ იქნება. მუდმივი არაფერი არ არის სამყაროში და მით უმეტეს ივანიშვილის ძალაუფლება არ არის მუდმივი და ეს რო დასრულდება, მე მართლა ერთმანეთის თვალებში უნდა შევხედოთ. და ქალბატონი აზას სიმართლე როგორია, წავიკითხავ სიტყვა თქვა სასამართლოზე, აი პატარა ნაწყვეტი, 2 კვირა იქნება თუ 1 კვირა იქნება, ხო მოვიხდი სასჯელს. პირველი გავლა რუსთაველზე, ბოლომდე ახალგაზრდებო. მე არ მინდა რუსეთი. დროშა არ შემატანინეს წუხელ იზოლატორში. დროშის შეტანა უნდა და მე ვიბრძვი ბოლომდე. სისხლის სამართლით ხომ მეკუთვნის მერე დაკავება. გავალ პირველი, არ შევშინდები. დიახ, სწორია ეს ქალბატონი, პირველი გავალ. მე ჩემი პროტესტი გამაჩნია. რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში. მე ვერავიტან, მე შევაკვდები იმ ავტომანქანებს. არ გავჩერდები. აქედან რომ გავალ, წავალ სისხლის სამართალზე. ესაა ჩემი პროტესტი. სწორია, რასაც იძახის, მე გავდივარ პირველი. ერთი რომ დარჩეს ბებო, მე იქ ვიდგები. რად უნდა ამას მტკიცებულება? მე თანახმავარ. ამბობს ავზად შელაჩავა. მან უარი თქვა ვიდეო მტკიცებულებების ნახვაზე, რადგან ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ის გზას კეტავს. ხო, ესეთი ადამიანების გაჩერება არის შეუძლებელი. ასეთ ადამიანებს ქალბატონ აზაბებოს ისეთი რაღაცები აქვს გამოვლილი, მართლა ხოცის უსამართლობა და ვითომ სამართალი მას ვერ შეაშინებს. უბრალოდ ამ ადამიანებმა ერთი რაღაცა უნდა გააცნობიერონ. მე მგონი ვიღაცებმა ქართულ ოცნებაში მართლა დაიჯერეს, რომ იქ ხალხი ფულის გამო დგას და ვიღაცებს ფულს უხდიან. უნდა დაფიქრდნენ და გააცნობიერონ, რომ იქ ხალხი ფულის გამო არ დგას. და როცა ადამიანი მატერიალური კეთილდღეობის გამო კი არ დგას, იქ მართლა რაღაცა საკუთარი იდეების, საკუთარი წმენის გამო დგას, ასეთი ადამიანების გაჩერება რაღაცა ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობით ან თუნდაც ერთწლიანი სისხლის სამართლის წესით დასჯით არის შეუძლებელი. ამიტომ თუ უნდათ მათ, რომ ამ ქვეყანაში მართლა იყოს მშვიდობა და სიმშვიდე იყოს, უნდა შეცვალონ საკუთარი შლეგური გადაწყვეტილება. ის რომ დღეს რაღაც კანონს იღებენ და ხვალ რაღაც კანონს მიიღებენ, ამ კანონს არ აქცევს სამართლიანად. ფაშისტურ ნაცისტურ გერმანიაში კანონი იყო ის რომ ებრაელისთვის წაერთმიათ ყველაფერი, მაგრამ ეს არიცავდა მერე, როცა ნაცისტური რეჟიმი დამარცხდა იმ მოსამართლეებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ კანონებს აღასრულებდა შესაბამის სამართლიანი სასჯელისგან. კი, ნაცისტებს კი არ ვადარებ ქართულ ოცნებას ღმერთმა დამიფაროს, ხა ეს იქნება ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლების შეურაცხყოფა. უბრალოდ პრინციპი და მიდგომა აქვს ერთნაირი. ის რომ გუშინ კანონი მიიღეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ და ეს თუ ამას თუ არ დაასრულებენ ისინი, ეს მიგვიყვანს ჩვენ ძალიან ცუდ რაღაცეებამდე. იმიტომ კი არა რომ ამის სურვილი ვინმეს აქვს. უბრალოდ სხვანაირი ლოგიკა არ არსებობს. ისტორიაში არ არის სხვანაირი ლოგიკა. საქართველოზე კი არა ლაპარაკი. როცა ასეთ სიშლეგეებს აკეთებ, შეუძლებელია ეს ყველაფერი დამთავრდეს კარგად. და დროზე უნდა მოეგოს ეს ხალხი გონს, თუ უნდა რომ ამ ქვეყანაში მართლა ყველას დაედგომებოდეს ჩვენც, მათაც და მათ შთამომავლებს და ჩვენ შთამომავლებს. ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიან, მშვიდ საქართველოში, სადაც ერთმანეთს პატივს ვცემთ, ეს სიშლეგე უნდა მორჩეს.
კი ბატონო. და ჩვენ წინა სტუმართან საუბრობდით, რომ ივანიშვილი მოხვდა თავისუფალი მედიის მტრების მიმტაცებელთა სიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დათვალეს, შეაფასეს ეს ხალხი და 34 კაცი გამოარჩიეს წელს. და ერთ-ერთი გახლავთ ივანიშვილი, ალი ხამეინის, მადუროს, პუტინისა და ლუკაშენკოს გვერდით. ეს თავისთავად აჩვენებს რა საზოგადოებაში მოძრაობს დღევანდელი რეჟიმი და რა სიბრტყეში და მსოფლიოს როგორ ასე ვთქვათ ქვეყნების გაერთიანებისკენ გვეკაჩება. ანუ ეს ხომ არ არის მიერთება ასე ქვეყნის. არა, ეს ცხოვრებისა და პოლიტიკური სისტემის ასე ვთქვათ მოდელი, რომელიც ერთმანეთს გავს და დიახ ეს ქვეყნები, რომელიც ჩამოვთვალე პოლიტიკური მოდელი დღეს ერთმანეთს გავს. წყდება თუ არა ამ პოლიტიკური მოდელების ბედი დღეს უკრაინაში, იმიტომ რომ მე მახსოვს ბაიდენის ცნობილი სიტყვა, ეს არის დემოკრატიასა და ავტორიტარიზმის შორის ჭიდილი. და ეს მართლაც ასეა, ეს წყდება ახლა უკრაინაში და რა შანსი აქვს მსოფლიოს, ცივილიზებულ მსოფლიოს იმის, რომ აი იქ დაამარცხოს პუტინი დღეს. გეთახმებით, რომ უკრაინაში წყდება დღეს ცივილიზაციის ბედი, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ გამომეორდები, მართლა უკრაინაში რა წყდება დღეს, ეს არის ცივილიზაციური ბრძოლა თავისუფლებასა და ბოროტებას და მონობას შორის. და კარგი ამ ამბავში არის ის, რომ რუსეთი არ არის ძლიერი. განსხვავებით იგივე საბჭოთა კავშირისგან, რომელიც ბევრად ძლიერი იყო და მიუხედავად ამისა, მაინც დამარცხდა თავისუფლებასთან ბრძოლაში, ეს რუსეთი იმის აჩრდილია უბრალოდ და ახლა ცდილობს როგორმე აღადგინოს რაღაც ძველი დიდება, ეგრეთ წოდებული დიდება და პუტინის მიზანი ხო რა არის საბჭოთა კავშირის აღდგენა არის. მის და სამწუხაროდ რუსეთს ამის არც ადამიანური რესურსი აქვს, არც ეკონომიკური რესურსი აქვს. და არც სამხედრო ის საბჭოთა კავშირი, რა ვიცი, ნახევარ მსოფლიოს აკონტროლებს და გარდა საკუთარი ტერიტორიისა და პლუს ეგრეთ წოდებული 15 რესპუბლიკისა აკონტროლებდა ნახევარ ევროპას აღმოსავლეთ კუთხით, დიდი გავლენები ჰქონდა აფრიკაში, აზიაში და შემდეგ. ამის მეათედი არა აქვს რუსეთს, ერთი მეორის მიყოლებით კარგავს გავლენებს, როგორც შუა აზიაში, ისე ახლო აღმოსავლეთში, ასევე ჩვენ რეგიონში, იგივე სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ბრძოლა რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას, კარგი იქნება თუ ეს მალე მოხდება, აუცილებლად დასრულდება ბოროტების იმპერიის დამარცხებით და ზოგადად ეს ბრძოლა, რასაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი აწარმოებს, ეს ხო ჩვეულებრივი ნეოკოლონიალური ომია, რომელიც ჩვენ გვეგონა რომ დასრულდა წინა საუკუნეში და მსგავსი ნეოკოლონიალური ომები აღარ იქნებოდა, თუმცა ერთმა შლეგმა ადამიანმა რუსეთში გადაწყვიტა, რომ ასეთი ბრძოლები შესაძლებელია. უბრალოდ მისთვის ცუდი რა არის ამ ამბავში, როგორც წესი, ნეოკოლონიალური ომები, რომლებიც გრძელდება დიდი ხანი, ანუ 1 წელზე მეტი, 90%-ზე მეტ შემთხვევაში მთავრდება კოლონიალისტის დამარცხებით და ხშირ შემთხვევაში ამ იმპერიების დაშლით. უბრალოდ რასაც ცდილობს ახლა თავისუფალი სამყარო, ეს არ დამთავრდეს რაღაც დიდი კოლაფსით, იმიტომ რომ იგივე საბჭოთა კავშირის დაშლა, როცა ამხელა იმპერია დაიშალა, ეს დასავლეთის გარკვეულ წრეებში. კი, რა თქმა უნდა, არის, იმიტომ რომ ეს არ იყო რაღაც დიდი პუტინკისთვის გეოპოლიტიკური კატასტროფა, მაგრამ თუ არ ჩავთვლით რაღაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულ, მაგალითად იგივე აფხაზეთის კონფლიქტს და სხვა ბევრ ქვეყანაში ლოკალურ კონფლიქტს, როგორც წესი, ასეთი იმპერიის დაშლა უფრო ბევრად სისხლიანია ხოლმე და ეს არ მოხდა საბჭოთა კავშირის შემთხვევაში და ახლა არის შანსი, რომ ეს უფრო სისხლიანი იყოს მსოფლიოსთვის და უფრო არეულობის მომტანი და ცდილობენ რომ ეს არ მოხდეს. არავის არ უნდა რუსეთის დაშლა, მოკლედ მარტივად რო ვთქვათ, არავის არ უნდა ახალი რესპუბლიკები, რომლებიც სადაც იჯდებიან ვიღაც ეგრეთ რუსულად რო ვთქვათ, მესნი царკები, ადგილობრივი ფეოდალები, რომლებიც ზოგს ბირთვული იარაღი ექნება და ზოგს ორეშნიკი, რომელიც შეუძლია უშოთ ევროპის მიმართულებით ან აზიის მიმართულებით ისროლოს. უბრალოდ რუსეთი არის ესეთი ქვეყანა და პუტინის ხელისუფლება არის ესეთი ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის არანაირი რაციონალური არგუმენტი არ ესმის და იმიტომ რომ ერთადერთ შანსს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაში ხედავენ ამ ომის გაგრძელებას და დაუსრულებლად იქამდე სანამ ცოცხლები არიან და მერე რა იქნება სამყაროში
ქვაზე თუ ნუ დარჩენილა, ისინი ასე უყურებენ, მათ შორის რუსეთისთვისაც, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, თან აქ მარტო პუტინი ხო არ არის. მის გარემოცვას რო შევხედოთ, ერთი სოციალური წრის ხალხია, ერთი ასაკის, ერთნაირი სოფხედველობით, მათი მთავარი მიზანი, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს იყო ფულის შოვნა და გამდიდრება, უბრალოდ ახლა ყველა ფული მათ აქვს, ყველა რესურსი მათ აქვს და სიბერეში გადაწყვიტეს, რომ რაღაცა ომობანა ითამაშონ. უბრალოდ ასეთი ომობანას თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი არის იმით, რომ უკრაინას უჯდება მსხვერპლად და უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება, მაგრამ ცუდი არის თვითონ მათთვისაც და მათი ქვეყნისთვისაც. უბრალოდ ისინი ამას არ ფიქრობენ. მათი ქვეყნისთვის შეუძლებელია ეს ყველაფერი დამთავრდეს კარგად. ყველაზე კარგი შანსი, რომ მათ ეს რაღაც კვლელობები დაესრულებინათ, ხონდათ გაზაფხულზე, როცა, რა ვიცი, იდეალური წინადადება მიიღეს ტრამპისგან ამ სიტუაციიდან ისე გამოსასვლელად, რომ სახე შეენარჩუნებინათ. უბრალოდ იმ დონის სიშლეგეზე არიან გასულები, რომ მათ კიდევ ერთხელ რაციონალი არ ესმით. და როცა ადამიანს რაციონალი არ ესმის, ერთადერთი გზა რაც რჩება, არის ის, რომ მას მოხდეს ცხვირში და ასწავლო ჭკუა. სხვა შანსს უბრალოდ ისინი არ ტოვებენ ცივილიზებულ სამყაროსთვის. კი ბატონო, რა ვხედავთ დასავლეთში, ახლა ჩვენ სურათს, რასაც მე შესავალშიც მოვყევი, იარაღი, რომელიც ჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე აიძულოს პუტინი, რომ ის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ყველას ესმის, რომ ეს საბოლოოდ სრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ რა პირობებით აქ ეს არის მთავარი, რასაც თვალყურს ვადევნებთ ჩვენ იგივე ბლუმბერგის ინფორმაცია ბრიტანული იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით, ტომაჰავკები ჯერჯერობით არის, ასე ვთქვათ, შეჩერებული ამაზე გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სურათი, რასაც თვითონ უკრაინა დებს ყოველდღიურად, სამიზნეები რუსეთის ტერიტორიაზე, ზუსტი დარტყმები, დრონებით აწიოკებული რუსეთის ტერიტორია ფაქტობრივად. ეს რა სურათია? ეს არის ბრძოლის შედეგებისთვის გარდამტეხი სურათი? ეს არის ის ლოგიკური გაგრძელება, რაც მოყვება ხოლმე ამდენ ხნიან ომს. როცა ვერც ერთი მხარე ვერ არის მეორეზე იმდენად აღმატებული და იმდენად ძლიერი, რომ ბრძოლის ველზე დაასრულოს მოქმედება. ეს ელემენტარული ფიზიკის კანონია, ქმედება იწვევს უკუქმედებას, რასაც აკეთებს პუტინის რუსეთი, აკეთებდა ამ წლების განმავლობაში, იგივე უბრუნდება ახლა უკან უკრაინის მხრიდან. უბრალოდ საქმე რაში არის? უკრაინას ამ წუთას აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი წარმოების იარაღით, მათ შორის 1000-ობით კილომეტრზე რუსეთის სიღრმეში მოახდინოს დარტყმები. უბრალოდ თავი რა არის? ეს არ არის ბოლო, რაც უკრაინას შეუძლია, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება უკრაინას, რომ რუსეთის სიღრმეში აწარმოოს დარტყმები. კარგი რა არის? კარგი არის ის, რომ დასავლეთი ომიდან 3 წლის თავზე წელს მიხვდა, რომ ყველაზე კარგი ინვესტიცია, რაც შეიძლება მათ გააკეთონ, ეს არის უკრაინის სამხედრო წარმოებაში ფულის დაბანდება და დაიწყო საერთო საწარმოების კეთება, მათ შორის უკრაინის შიგნით, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად იგივე საუბარი არის იმაზე, რომ აღმოსავლეთ ფლანგის ნატოს ქვეყნებში იქნება უკრაინული საწარმოები, ერთობლივ საწარმოებზე საუბარი შვედებთან ერთად იწყებენ ერთობლივ საწარმოებს და ერთობლივ წარმოებას, ეს რო გაკეთებული იყო პირველ წლებში, ბევრად უფრო უკეთესი სიტუაცია იქნებოდა ახლა და შეიძლება ომი დასრულებულიც კი ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს, კარგია რომ შეცდომებზე სწავლობენ, კარგია რომ დასკვნები გამოაქვთ და ამას აკეთებენ, ჯობდა ადრე ყოფილიყო ვიდრე გვიან, მაგრამ სულ არაობას, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია ის, რაც ახლა ხდება. ყველაზე კარგი საშუალება რომ რუსეთს ატკინო, ეს არის უკრაინაში ჩადო ფული და მათ შორის იგივე მაგალითად იგივე საარტილერიო თვითმფრინავი საარტილერიო დანადგარების, რომელიც საერთოდ ერთი ცალიც კი არ ქონდა 155 მმ-იანი უკრაინას ომის დასაწყისში, დღეს უფრო მეტ საწარმოებს, ვიდრე მაგალითად იგივე საფრანგეთი და სლოვაკეთი ერთად აღებული. ეს არის იმის შედეგი, რომ როცა გიჭირს, როცა ბრძოლაში ხარ, გაცილებით უფრო მობილიზებული ხარ, პლუს ამას ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას ყავს კვალიფიციური მუშახელი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ინდუსტრია ჰქონდა ევროპაში, ხო, მათ შორის ცივი ომის დროსაც და ცივი ომის შემდეგაც. ამიტომ უკრაინელებს შეუძლიათ ბევრად უფრო იაფად, ბევრად უფრო სწრაფად აწარმოონ ისეთ რაღაცები, რომელიც არ ჩამოვარდება დასავლურ ანალოგებს. უბრალოდ არის რაღაცები, რისი წარმოება ჯერ უკრაინას არ შეუძლია, მაგალითად იგივე ტომაჰავკების, ხო?
რომელიც ბევრად უფრო ზუსტია მაგალითად ვიდრე იგივე დრონი. ამას დაჭირდება წლები, თუმცა გააჩნია ომი რამდენი ხანი გაგრძელდება, აქამდე შეიძლება მივიდეს უკრაინა, თუმცა ეს აუცილებელი არ გახდება, თუ დასავლეთი მთლიანად აიღებს პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს იმას, რომ ერთ ბოლო თავდაცვის ხაზი, სადაც ბოროტებას აჩერებს დასავლეთი, ეს არის უკრაინა და მათივე უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს, არა მარტო იმიტომ რომ ბერლინში ვიღაც არ შეიჭრას. არა, ბერლინში პუტინი ვერ შეიჭრება, მაგის რესურსი არ აქვს, მაგრამ ბოროტების გამარჯვება არის ცუდი მაგალითი სხვებისთვის. იმისთვის რომ ისეთმა ხალხმა წამოყოს თავი, ვისაც ახლა თავი ქუჩაში აქვს ჩარგული და მთელი ეს წლები როცა დასავლეთი დომინირებდა, თავი ქუჩაში ჰქონდა ჩარგული და იქიდან ვერ იღებდა იმიტომ რომ ეშინოდა დასავლეთის კონსოლიდაციის, დასავლეთის სიძლიერის და იმ ღირებულებებს, რაც დასავლეთს ჰქონდა. ეს რომ არ მოხდეს, რომ ბოროტების გამარჯვება მოიტანს იმას, რომ ეს ხალხი ყველა თავს წამოყობს. მარტო ის კი არა, კიდევ ერთხელ რომ რაღაც ტანკებს დააჯდებიან რუსები და ნატოს წევრ ქვეყნებს თავს დაესხმებიან. არა, მაგრამ ის ერები, ის ქვეყნები, ვისაც ყავს ასეთი მეზობლები, აღმოჩნდებიან ცეცხლის ქვეშ. შესაბამისად, ეს მერე მთლიანად არევს მსოფლიო წესრიგს, ისედაც უკვე არეულს, მაგრამ კიდევ უფრო რთულ ფაზაში შევალთ. ამიტომ ერთადერთი შანსი ახლა არის პუტინის იქ გაჩერება, უკრაინაში გაჩერება, უკან დახევა და უკრაინიდან გაყრა და ამისთვის უნდა გააკეთო ყველაფერი და კარგია რომ საუბარი მიდის 170 მილიარდი გაყინული რუსული აქტივების გადაცემაზე. უბრალოდ ისიც უნდა ვთქვა, ახლა ბელგია რასაც ითხოვს, აბსოლუტურად სამართლიანია პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს ყველა, რა თქმა უნდა, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბრის ბოლომდე ეს ამბავი მოგვარდება და 170 მილიარდი არის იმხელა თანხა, რომ მინიმუმ მომდევნო 2 წელი თუ ეს ომი გაგრძელდა, უკრაინას არ ეხნება არც დაფინანსების პრობლემა და არც შეიარაღების პრობლემა. სამართლიანია რუსეთს ებრძოლო, რუსეთისვე ფულით, იმიტომ ფაქტობრივად ტერორისტული სახელმწიფოა, მშვიდობიან მოქალაქეებს უმიზნებს ყოველდღიურად ბომბებს და მშვიდობიანი მოქალაქეები, მცირეწლოვანი ბავშვები, ბაღები, სკოლები იბომბება და კვდება ამ ომში. რომ არა, პუტინ შეუძლია ამ ომის დასრულება ზუსტად 1 საათში, კი ბატონო, ეს არის ყველა მიცის, ეს ამაზე შეთანხმდა ყველა, რომ პუტინია ერთადერთი, ვინც დღეს ომის შეწყვეტას არ თანხდება. და ვიდრე დაგემშვიდობებით, ბატონო ლევან, დავეწიოთ სასამართლო სიახლეებს, ჩვენ ქალბატონ აზაზე ვსაუბრობდით 71 წლის აზა ჩილაჩავისთვის, პატიმრობას ითხოვს ბრალდება, ესე იგი დააპატიმრეთ ეს ხალიო, ეს არის ბრალდების მოთხოვნა. ასევე გაირკვა, რომ ზურაბ მენთეშაშვილის პროცესი დღეს საღამოს 9 საათზე ჩაინიშნა. იცით, რომ მენთეშაშვილი მეორედ არის დაკავებული და ამჯერად სისხლის სამართლის წესით აქციაზე გზის ხელმეორეს გადაკეთებას ედავებიან. წინასწარ პატიმრობას. კი ბატონო, და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მას ივანიშვილის მიერ მიღებული 7 მილიონის მომპარავი, 7 მილიონი რაც ვიცით. კაცი უნდა დადიოდეს ქუჩაში. და 70 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელიც უბრალოდ პირბად იდგა ქუჩაში, ამისთვის უნდა იჯდეს თურმე წინასწარ პატიმრობაში. ესეთ სამართლის და ესეთ ქვეყნის აშენება უნდა აქ, უბრალოდ ეს არ გამოვა. შეუძლებელია ეს ბოროტება და ეს არაადამიანობა გაგრძელდეს დაუსრულებლად. შანსი არ არის მაგისი, ეს ოდესღაც დასრულდება. უბრალოდ ის ახალგაზრდა გოგობიჭები როს ხედან სასამართლო პროცესებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და პროკურატურის მხრიდან. ის ადამიანები, რომელიც ზოგი 30 წლისაა, ზოგი 35, ზოგი 40, წინ აქვს დარჩენილი 30, 40, 50 წელი ცხოვრების, რომელიც უნდა გაატარონ ამ ქვეყანაში. რას აპირებენ, რაზე ფიქრობენ? მართლა მაინტერესებს ამ ადამიანების мотиваცია. ამ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა, მართლა თითით საჩვენებელი უნდა იყვნენ? აქ იმაზე ხო არ არის რაღაც მე ციხეში მოხდები. ამაზე არ არის საუბარი. ამ საზოგადოებაში ხო უნდა იცხოვრონ. ყველას ეს არ არის 30-იანი წლები წინა საუკუნის, როცა მაშინაც ვიცოდით კონკრეტული ჯალათები გამორჩეული ჯალათები, მაგრამ ყველა არ ვიცოდით. ახლა ციფრულ ეპოქაში ყველა ვიცით. სირცხვილი ამ ადამიანებში თავმოყრობისთვის იქნება. მატარებელში შეყრიან მოქალაქეებს და გადაასახლებენ. ამ ადამიანებში თავმოყრობისთვის იქნება სირცხვილი ამ ქვეყანაში ცხოვრება იმის გამო, რომ ახლა რაღაცა 3000 ლარიანი ხელფასის გამო და იმის გამო, რომ გონიათ, რომ კანონია და ამიტომ კანონი თურმე უნდა აღსრულდეს. აკეთებენ ამ სისაძაგლეს. არა, კანონი თუ სამართლოა, ის კანონი არ არის. ის კანონი უნდა გაუქმდეს და იმ
კანონს უნდა შეეწინააღმდეგო. კანონი იყო სეგრეგაცია წინა საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერთ ავტობუსში თეთრები და ფერადკანიანები ერთად ვერ ჯდებოდნენ, მაგრამ ეს კანონი სამართლიანი კი არ იყო. შეიცვალა და მათ შორის შეიცვალა როგორ იცით? ადამიანები და კონკრეტული ადამიანი ადგა და როცა უნდა მჯდარიყო ფერადკანიანების ადგილზე გადაჯდა თეთრების ადგილზე და ის ამის გამო დააპატიმრეს. მაგრამ ის ადამიანი არის დღეს გმირი და ვის დააპატიმრა იმის სახელი არავის არ ახსოვს. კი ბატონო, დიდი მადლობა.